ამ წუთებში ოპოზიციური ალიანსის პირველი შეხვედრა იწყება, იმჟელებენ სამომავლო გეგმებსა და სტრატეგიაზე, როგორც იცით, ეს ალიანსი შედგება 9 ოპოზიციური პარტიისგან, მასში არ შედიან გიორგი გახარიას პოლიტიკური ორგანიზაცია ანადოლიძის ხალხისთვის და კოალიცია ლელო ძლიერი საქართველო. თუ გაკეთთ განცხადებები შეხვედრის დაწყებამდე, ამას გვეტყვის ჩემი კოლეგა ნინი ბალანჩიბაძე, რომელიც ამ შეხვედრას აშუქებს. ნინი, გისმენთ. დიახ, გიორგი, მას შემდგომ რაც პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების დოკუმენტს, დღეს არის უკვე პირველი სამუშაო შეხვედრა, სადაც ისინი დაიგეგმებიან და იქნება მსჯელობა უკვე მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით, თუ რას აპირებენ ოპოზიციური პარტიები, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებენ რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციონერი ლიდერები გვეუბნებიან იმას, რომ დღეს განისაზღვრება მათ შორის ამ კვირაში სამომავლო გეგმის, მათ შორის შეხვედრების სამოქალაქო საზოგადოებასთან თუ აქციების ორგანიზების საკითხები. ისინი ამბობენ, რომ შეიმუშავებენ განსხვავებულ გეგმებს რეჟიმის წინააღმდეგ, იბრძოლებენ სწორედ ამ განსხვავებული გეგმებით და ჩვენ ვიცით რა იყო თავიდანვე მიზანი ამ შეთანხმების, ამ დოკუმენტზე ხელის მოწერის, ყველა პარტიის იდენტობის შენარჩუნება, მრავალფეროვნება პარტიებისა ამ გაერთიანებაში, თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც აერთიანებს 9 პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიას, ეს არის რეჟიმის დამარცხება, რეჟიმის უკანდახევა და შესაბამისად აქედან გამომდინარე იქნება მათი მხრიდან მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები. ჩვენ შეხვედრის შემდგომ უფრო მეტი გვეცოდინება თუ რაზე შეთანხმდებიან დღეს ოპოზიციური პარტიები, თუმცა რაც ვიცით არის ის, რომ მომდევნო დღეებში უკვე იგეგმება შეხვედრა სხვადასხვა ჯგუფებთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც აქტიურად არიან ამ დროის განმავლობაში პროტესტში ჩართულები და მთავარი და მნიშვნელოვანი, რაზეც დღეს ყურადღებას ამახვილებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, არის ის, რომ ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება მაგალითად ქართულ ოცნებასთან საუბარი და ეს არის მთავარი და მნიშვნელოვანი ცხადია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი დემოკრატიული არჩევნების ჩანიშვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი არ აპირებენ, რომ დაემორჩილონ რომელიმე კანონს, რეპრესიულ კანონს, რასაც ქართული ოცნება ყოველდღიურ რეჟიმში ამტკიცებს და ასევე მათთვის გადამწყვეტი არის ახლა ის მომენტი, რაც არის ქვეყანაში შექმნილი და სწორედ ამ მომენტიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის ეს ერთიანობა. ბევრი საკითხია, რომელიც იხილება, მათ შორის საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერაც, მათ შორის ჩვენი დამოკიდებულება, ზოგადად სამუშაო ფორმატის, რაკიღა პირველია გადაწყვეტილებების მიღების წესზეც ვიმსჯელებთ. ბევრ მსგავს საკითხზე გვებრძვის რეჟიმი, რომელიც ყველა მეთოდით შეეცდება, ასე ვთქვათ, ცალკეული სუბიექტები გამოაცალოს ამ ბრძოლას. მე არ მგონია, რომ გამოუვიდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ერთიანი გადაწყვეტილებები ესეთი ტიპის საკითხებზე ყოველთვის ასარგებლოა. თავარი მოთხოვნები რა შემთხვევაში შეიძლება საერთოდ ქართულ ოცნებასთან ვთქვით, რომ არც მოთხოვნები ჩამოყალიბდება, პოზიციასაც ვერ ჩამოვიყალიბებთ, ვიდრე ადამიანები არიან ციხეში. საერთოდ ლაბარაკი ვერ შედგება, ანუ ამაზე ფიქრიც გამორიცხულია. პირველი ნაბიჯი აბსოლუტურად ყოველგვარი დათქმების გარეშე უნდა იყოს პოლიტპატიმრები გარეთ. ჩვენსა და მათ შორის თავარი სხვაობა არის ის, რომ ისინი მუდმივად იტყუებიან ჩვენ სიმართლის გზით მივდივართ. ისინი მუდმივად აპირისპირებენ ჩვენ გვინდა გავაერთიანოთ. ისინი გვემუქრებიან, ძალადობენ, ხან კანონებით ჩვენ ვამბობთ, რომ მიუხედავად ამისა, ამ ქვეყანაში შურისძიება, ანგარიშწორება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს და ამისთვის გვინდა თანხმობა საზოგადოებასთან. ჩვენი მთავარი, როგორ გითხრათ, სამიზნე ვისაც ვესაუბრებით, ეს არის საზოგადოება, ხალხი. გვესმის ისინი რა ყოველდღე უამრავ არასწორ ნაბიჯს დავინახავთ მათი მხრიდან, მაგრამ ჩვენ ამაზე ხო ვერ ვიქნებით აწყობილი. ჩვენ გვინდა თანხმობა, ჩვენ გვინდა გაერთიანება, ჩვენ გვინდა წინსვლა, ჩვენ გვინდა ის, რომ ქართულ საზოგადოებაში ყველას გაუწოდოთ ხელი, მათ შორის ხაზ გაუსვამ. ქართული ოცნების მხარდამჭერებსაც დარწმუნებული ვარ, მათაც უნდა დაპირისპირების დასრულება ქვეყანაში. რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლებას ნამდვილად ჭირდება ლეგიტიმაციის მოპოვება, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. წესით მათ უნდა უნდოდეთ, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებზე წამოსვლა და იმ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა, როგორც არის პოლიტპატიმრების გამოშვება. ვთქვი, რომ ალბათ თვითონ არჩევნების საკითხი იქნება განსახილველი მოლაპარაკების თემა, მაგრამ პოლიტპატიმრების გათავისუფლება ეს არის, რაც დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.
ქვეყნის შიგნით საპროტესტო მუხტის გაძლიერება, ასევე საუბარი შეხვედრების სამოქალაქო საზოგადოებასთან, სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან და ქვეყნის გარეთ საუბარი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ეს არის მთავარი სტრატეგია პროდასალური ოპოზიციური პარტიებისა და სწორედ ისინი საერთო მესიჯ ბოქსით აპირებენ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას და რაზეც თანხმდებიან დღეს შეხვედრის მონაწილეები 9 პროდასალური ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არის ის, რომ ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს ქართულ ოცნებას, ეს მათ ცხადია რომ აწუხებს და ამას ცხადყოფს არაერთი მათი მხრიდან მიღებული კანონები. შესაბამისად ისინი თანხმდებიან რომ იმ ერთადერთი როდესაც ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს ხელისუფლებას და ეს აწუხებს ერთადერთი თუ მათთან საუბარი შედგება და რაიმე სახის მოლაპარაკება ეს იქნება მხოლოდ მას შემდგომ რაც გათავისუფლებიან ჯერ პირველ რიგში პოლიტიკური პატიმრები და შემდგომ უკვე ჩაინიშნება დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები ქვეყანაში.